პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტებს ხვდება. შეხვედრა აულობის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მას 20-მდე ექსპერტი ესწრება. რა საკითხები განიხილება და რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე, კეთი ხიდიშელი გვეტყვის დეტალებს კეთი გისმენთ. დიახბექა საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დაახლოებით უკვე 1 საათია მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოს საგარეო ურთიერთობები, ასევე უსაფრთხოების საკითხები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ნატოს მოახლოებულ სამის დღეს. ექსპერტები პრეზიდენტთან მოსულები არიან კონკრეტული შეკითხვებით, მათ აინტერესებს რამდენად თანმიმდევრული და აქტიურია საქართველოს საგარეო პოლიტიკა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს დღეს საკუთარ ხედვებსაც წარუდგენენ. პირველი შეხვედრა არის არასამთავრობოებთან. ჩვენ ვართ დღეს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებული ექსპერტები. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მოსაზრებებს. მე აგრეთვე მეკითხება შეკითხვები. პირველი, რამდენად თანმიმდევრულია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რამდენად აქტიური და საკმარისად აქტიურია. მეორე, რამდენად შიდა პოლიტიკური პროცესები ხელს უწყობს იმ საფრთხეების თავიდან არიდებას, რაც დღეს საქართველოს აქვს. ჩვენ ვეცდებით, რომ გარკვეული განსხვავებების მიუხედავად ჩვენ შეხედულებებში ვიყოთ უპირველეს ყოვლისა მოქალაქენი ჩვენი ქვეყნის და აქ მოწვეული ექსპერტები დიდი ალბათობით შევთანხმდებით ყველა იმ პერსპექტივის შეფასებისას, რაც იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ამავე დროს უნდა ვიყოთ სხვადია დაყურადებული იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასევე ზედაპირზე წერს. ეს არის საქართველოს პრეზიდენტისა და ექსპერტების პირველი შეხვედრა. შეხვედრა იმართება გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით. შეხვედრა დაახლოებით 9 საათში დასრულდება. მადლობა კეთი.